საღამოში დობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს კვირაა და თქვენ უყურებთ ყველაზე გასართო, ყველაზე მხიარულ გადაცემას ანეკდოტების შოუ. ვინ მყავს დღეს სტუმრად რომ მიცოდეთ? არ ვიცი. თუმცა ზუსტად ვიცი რაც მოხდება ისინი რომ სტუდიაში შემობრძანდებიან. კახელები, 2 კახელი პლუს ჩემი თავი 3 კახელი ფიქრობ რომ სასიამოვნო საღამოს გაგატარებინებთ. თან როგორი გვარის პატრონები. ყურადღება, სტუდიაში მინდა მოვიწვიო გოდერძი მახარაშვილი. ნოდარ მახარაშვილი და გოგი სესიაშვილი. გოგი სესიაშვილი და ნოდარ მახარაშვილი არც ერთია თელაველი და არც მეორე გურჯაანელი. ისინი ორთავე ველისციხის შვილები არიან. გოგი მომღერალია. ნოდარმა თხათხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო და ესეც ამღერდა. ისინი რესტორანში მღერიან და შეიძლება ითქვას სიმღერით სჭამენ პურსა. ღვინო ორივეს უყვარს და ეს სიყვარული ორმხრივია. ღვინოსაც უყვარს ისინი. მიუხედავად იმისა, რომ კახელები არიან, ტყემალს ხშირად არ ახსენებენ. ტყემლის მაგივრად სხვა სიტყვა ვიგულისხმე, რადგან მესვერიდები ტყემლის ხსენებას. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. შეგიძლიათ 2 წამით გადართოთ სხვა არხზე, ეგრევე თქვათ, ეს რა დამემართაო და ეგრევე გადმორთოთ რუსთავი 2-ზე. გამარჯობა. სასიამოვნო ბიჭებო, დიდი მადლობა რომ მობრძანდით. აი რახე როგორ მოუმატე ხმის ტემპს. 3 კახელი ეს უკვე დიდი ძალა. მეტი კი არ ვიგებდით იმ ხელაობებს. ასაჭირო იყო. თან თქვენ თუ მთავარსარდლად იქნებით განსაკუთრებით. ბიჭებო, როგორ ახართ, აბა? ტოკამთ რა. ესე იგი მახარაშვილი თქვენ ხართ მახარაშვილი. ისა გვარდა გამომდინარე. ჰაბიტუსი გფო უხდება. ოფინიყო ბარემ გოდერძი რა იყო ეს ნოდარი. მაშინ ეთქობ მოდაში არ იყო. კი ბატონო. მაინც ბაბუის სახელმა გადაჯოკრა რა. ველისციხე დანახართო? ორივე კი ბატონო. კი, ორივე ველისციხე. მოვიკითხოთ ველისციხე, ოქრო ხალხი გადასარევი მშვენიერი და ძალიან მებედნიერება, რომ მართლა მიყვარს. თქვენ აი ხა უნდა ვიყოთ ალალები რა, რომ ღვინო ნახდათ კაია. ჩვენთან ხო იცი როგორ არის? როგორ თქვენ ხოლმე სადაურები ხართ? პირდაპირ ვეუბნებით რომ ველისციხელები. ხო. ავიძახით გურჯაანს. შუაში ვართ რა და გურჯაანელოსაც და თელაველოსაც ჩვენთან ზმაკაცობა ევასებოთ რა. ეგრეა. ათრაშეცარია. ათასია. ყველას მოწონს. ესე იგი მე მთავარი ამბავი რაც არის თქვენ სიმღერის პრემიერებით ხართ, 2 პრემიერა იქნება. თქვენ მუსიკოსები ბრძანდებით და ჩვენც თავისთავად ხელს უწყობთ ყველას როგორც ვახერხებთ და როგორც შეგვიძლია. ძალიან დიდი მადლობა ამის. და არა მარტო კახელებს სხვათა შორის, ბევრს და იმედი მაქვს რომ დღეს თქვენი სიმღერებით მოგივათ ის პოპულარობა, რაც ჭირდება მუსიკოს ზოგადად და ამის იმედი მაქვს მე. და ამიტომ სანამ ასე ვთქვათ მთავარ თემაზე გადავალთ, მოდი თქვენი დუეტით გავხსნათ დღევანდელი ჩვენი ბატონო გადაცემა ღიარულ ნოტაზე დავდგეთ და მერე გავაგრძელებთ. მაშასე რომ გითხრათ პრემიერა ვისია ეს სიმღერა? სიმღერა არის ქალბატონი ნანაცინძაძის დაწერილი. ტექსტი ქალბატონი ნანაცინძაძის. არანჟის ავტორი არის ბატონი ლანდერ დევიძე და ჩაწერილი არის იქ სტუდიაში ბატონ ხუჩა ხარაიშვილი და უღბესი მადლობა სულ თქვენ მათგანს. ძალიან კარგი. მოდი მაშინ მოვისმინე. გაზაფხული შენზე ფიქრმა შემოერთო ვინ გითხრა რომ არ მაქვს გული ფიქში უნდა გავათენო მაგრიმილზე ყვავისია წვიმს დაუცემ
აქამდე არ მithქვია ქარებს ვატან რომ წაიღო გული შენთვის გეს მაგთვალების ფერს ჩემი სიყვარული ათბობს შენგენ აცვალე მერად მინდა სხვა კოცნას ვატან ქარს სულ გიმღერებ ჩემს საყვარელ ქარს გული შენთვის გეს მაგთვალების ფერს ჩემი სიყვარული ათბობს შენგენ აცვალე მერად მინდა სხვა კოცნას ვატან ქარს სულ გიმღერებ ჩემს საყვარელ ქარს არაფერი მიხარია იქაც კეძებს სადაც ახარ წლები თითქოს სიზმარია სიყვარული დაყოფილა შენ მასწავლე ჩემო ერთო ამიტომაც გაყოფილი გზები უნდა შევაერთო ჩემი სიყვარული ათავს შენგენ აცვალე მერად მინდა სხვა კოცნას ვატან ქარს სულ გიმღერებ ჩემს საყვარელ ქარს გული შენთვის გეს მაგთვალების ფერს ჩემი სიყვარული ათავს შენგენ აცვალე მერად მინდა სხვა კოცნას ვატან ქარს სულ გიმღერებ ჩემს საყვარელ ქარს საყვარელ ქარს გული შენთვის გეს მაგთვალების ფერს შენი სიყვარული ათბობს შენგენ აცვალე მერად მინდა სხვა კოცნას ვატან ქარს სულ გიმღერებ ჩემს საყვარელ ქარს მერად მინდა სხვა კოცნას ვატან ქარს სულ გიმღერებ ჩემს საყვარელ ქარს გადასარევი შვენიერი ბიჭებო დიდი მადლობა განწყობა არაჩი ახლა ქალზე თუ არ იმღერებდით აბა სხვაზე რაზე ხა და გასაგებია ყველაფერი მოდი ხა უცებ გეტყვით დღევანდელი გადაცემის თემებს კახელები თავისთავად სუფრა ოჯახი ექიმები სპორტი სვანები ნადირობა იმერლები და მოგზაურობა კახელებში და სუფრაზე თუ ამოვიდა ზუსტად ვიცი რომ ძლავრად იქნები იმიტომ რომ ერთი წარმომავლობაა და მეორე სუფრა კიდე გიწევთ ხშირად ყოფნა ეხლა მათ არის ჩვენი პლანშეტი და ხელი უნდა გაუსვათ 3 რაუნდიანია. დაიწყებთ მე დავიწყო. 50 ლარი პირველი რაუნდი, 100 ლარი მეორე რაუნდი და 200 ლარი მესამე რაუნდი. ეხა ერთი შაბაშიც კი არ არის, მაგრამ ტყუილად მოყოლაც. კარგად. კარგი. ესე იგი, გოგი, მიდი მითხარი, მოდი დოდარ შენ დაიწყე და შენ მითხარი მოღვაწე ესე პროფესიონალები ხართ როგორ არის? კი ბატონო, მოღვაწეობთ რესტორან კუტიგორა პარეში, მოკითხვათ უნდა. კუტიგორას მოკითხვა, ზიგრები, кайხა სიყვარული. მათ იყო ძალიან кай კაცი, რომელიც გარდაიცვალა. კი ბატონო. ბატონი ტარიელი, ხო? და მე მახსოვს ახალი გახსნილი როცა იყო ნახა მაშინ რაღაცა კითხვიყავი ხოლმე თელავში მუშაობდი თეატრში და რამდენჯერმე აი ახალი რო იყო რა რაღაცა პერიოდი და ძალიან დიდი პატივისცემა მახსოვს მაგ ხალხისგან და დამენანა ბატონი ტარიელი ნამდვილად რა და დაიჭინე ხა
ვის დაურჩა კარგად ყავდეს და ღმერთმა გააძლიეროს რა. ასე რომ რადგან ვახსენეთ ისიც თქვათ რომ კარგად ამზადებენ, მაინც რეკლამაში ჩაგვეფლება და ამ ერთხელ გვაპატიებენ და მუსიკა რეკლამა თქვენზია რა. ესე იგი რას ვამბობდით ჩვენ? თქვენი ასე ვთქვათ განათლების, მუსიკალური განათლების შესახებ მაინტერესებდა, დამთავრებული გაქვთ თუ მოყვარულები ხართ ასე ვთქვათ და ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ ზოგადად. მეგობრები, ბავშვებიც, მაკაცები, სოფლელები, ხა ველიციხეში ძალიან დიდი კულტურის ცენტრი გვაქვს და ფაქტობრივად იქ გავიზარდეთ. მე უკვე დიდასაკობაში მე აქეთ თბილისში წამოვედი და აქ დავამთავრე თეატრალის ფაკულტეტი, დრამის და კინოს მსახიობი ვარ. ასე თეატრალისტი. კი. და ვის ჯგუფში იყავ? პედაგოგი ვინ იყო? თენგო ავალიანი. აჰა. თენგო ავალიანი იყო ჩემი ხელოვისა მსახიობის ოსტატობის ლექტორი და ნანა დაუშვილი იყო ჩემი ვოკალის პედაგოგი. ძალიან სასიამოვნო. ისევ საკმაოდ საინტერესო და ძალიან თვითფას ხალხთან მაქვს ეგ პერიოდი გატარებული. კი ბატონო, კი ბატონო. კი. და იქიდან მოკლედ ამ საქმეს მივყევით. ახლა სხვა საქმესაც ვემსახურებით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ის საქმე, რაც ძალიან გვიყვარს ბავშვობიდან ასე. შესაძლოა დაიწყებოდა ორი სიტყვა გავცვალეთ თქვენი ამ უძველეს თეატრის შესახებ, რაც ველიციხეშია და ძალიან მიხარია რომ რეაბილიტაცია უკეთდება. კი. და მართლა ისეთი კერა იყო რა, მნიშვნელოვანი ძალიან დიდი ადამიანები მოღვაწეობდნენ და მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ინიციატივა არის რომ იქნება ამ თითქოს პატარა სოფელში, მაგრამ ბაჯაღლოსავით დგას ეს თეატრი და მოვლა უნდა რაც უკვე გააწყვეტილა და რეაბილიტაციაა და ძალიან საინტერესო იქნება ერთი სპექტაკლს მე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რა, იმიტომ რომ რაღაცა თიდის მასავით არის რა და ძალიან ბევრი ბუმბერაზე ხალხი ყავს ზოგადად მაგ თეატრს გაზრდი. მამაშია საქმე. ჩვენ ახლა ვერ ვიტყვით რომ ბუმბერაზე ვიყოთ, მაგრამ იქ გავიზარდეთ, იქიდან დავიწყეთ ეს საქმე იქიდან. ისე კარგად იმღერეთ რომ ასე იწყებოდა ყველაფერი და როგორ გავარდება სიმღერა კიდე კაცმა არის, მაგრამ თეატრალური მიმართულებით, სამსახიობო მიმართულებით და სარეჟისორო მიმართულებითაც ძალიან მაგარი არტისტები იდგნენ და იქმნებოდა თეატრალური კერა. და იმიტომ ეს ველიციხე კიდევ ერთი მიმართულები ძალიან მნიშვნელოვანი. რომ გავანებოთ ფლორას, ფაუნას, ღვინოს ადამიანებს ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან რა, ძალიან მიყვარს იქაურობა. მოდი ახლა იმერლები ამოვიდა, ვინატრე კახელები და სუფრამეთკი და ამ სამ კახელს რაღა იმერელი ამოვიდა, მაგრამ აი ეს ხელოვნური ინტელექტის ამბავია, ხო იცი? ხცდის, აბა კიდე რაში ხარ მაგარი. თქვენ გაუშვით ხო ხელი? მე გავუსვი. აბა მაშინ დაიწყენოდა. ერთ ძალიან კარგ ანეკდოტს ვიტყვი იმერლებზე. აბა, მოგეხსენებათ ახლა კახეთი დიდია. და ლაგოდეხის რაიონში იმერლები არიან ჩასახლი, სულ იმერლები, იმერლები. აქცენტითაც იმერულად საუბრობენ. ხო, ყველა აქცენტითაც მართლა იმერულად საუბრობენ და მოგეხსენებათ ეს ლაგოდეხის კიტრი ყველასთვის ცნობილია რა და სეზონი რომ მოვიდა, ერთ-ერთმა ჯიგარმა იმერელმა, ლაგოდეხელმა იმერელმა მოიყვანა ეს მოსავალი, აიღო რამე ყველაფერი და ველიციხეში კაი საკვირაო ბაზარი გვაქვს რა. კი ბატონო. ცნობილი საკვირაო ბაზარი გვაქვს და ეს კიტრი გამაიტანა კაცო და უნდა გახიდოს. ოღონდ ამას ახლა ეს კილოობაში რაღაცები ეზარება და მე შოკით აქ სამსე რა, მე შოკით სამსე ყველაფერი. ოპტავო იყიდეს ახლა ეს ნერვი არა, ერთად წავიდეს დოზა როგორი ულპება კაცო და ისიც უნდა აკეთო წამალი. ხო და ერთი აბუეტი კაცი იყო შავარდა ბაზარში მიდის მოდის რაღაცა და მივიდა ამასთან რა. რა გიქცო კიდე. ამა უთხრა რაღაც გარკვეული თანხა და ფასიო კარგია. მაგრამ ფასიც კარგია გემოცო, გოთ ნახეო. არა ნახვა უნდა. მისაო, რამდენი წალიდება მე შოქში. რა ვიცი, მე რა ზოგში რამდენი ზოგში მე რა ვიცი რამდენი წალიდება. ეს ატყდა რა სამგლე გოჭი. გინდა თუ მითხრა რამდენი დებო. ვეუბნებ, ზო არ ვიცი. რა გინდა ვიზია გამადი, და არ ვიცი, რა ვიცი რამდენი. ჯო არ მოეშვა რა. არ მოეშვა. და მოდი ხო ზოთი. აი ნათესე ვიცი რამდენი ყავ. აბა საიდან მეცუდინებო. ოდეხებეთ შენ კაი რამის გეტყვი რა.
ეხლა აიღეთი ორი მეშოკი კიტრი წაიღეო. შენ მაინც არ მინდაო. საერთოდ ტრაკი გოგეთეო და იმასაც დათვლი და იმასაც გაიგებ რამდენი საქმეში გაშენდე. გამიხურე საქმეო. კარგია. კარგია. აბა გისმით. ამასთან დაკავშირებით ერთი ცოტა ისეთი ქალბატონი რა ქონდა საბუთები მწყობში და გავათხოვეთ იმერეთში. ჩვენი სოფლელია ეს ქალბატონი, ნამდვილ ამბავს ხვდები კაცებს. ანუ ესე ველისციხელი ქალბატონი გათხოვდა იმერეთში. ისე ჩვენ შევუწყოთ ხელი გავრავლებას თორე. გავათხოვეთ და ისეთი სიტუაცია იყო რომ ნათესავები კაცო არ აყავს უბედური ხალხია რაღაც და ამას ნიშნავდა არა ისეც კაცო გავათხოვეთ და ეკროცავდა ცოტა ხო კი კაცო კარგად ქორწილი აქ და ეხლა ნათესავები ვერ დაპატიჟა რაღაც და სამეზობლო დაპატიჟა რა სამეზობლო 30-40 კაცი და ეხლა აბა რაკნა ნამათაც უყვართ კაცი ხა თავიანთი და ჩავიდნენ რა და ერთ-ერთი ვიზა ჩემი იყო ახობელი რა და თავი კაცი როგორც ადრესები რო იყო ხოლმე გაშლილი და დააყენეს თამადად თავისა მოადგილეთ უფროსად ეს ვიზა ჩემი რაღაც და პირველი ჭიქა გახურდა მეორე ჭიქა მესამე ჭიქა უკვე ზარხოში არიან და ვაიმე ეს პატარძალმა ესე კაბა გვერდზე მოიგდო და მაგიდაზე ახტა. აიმე. აბა წავიდა ქეიფიო. აიმე ბიძა ჩემს ეს ოფლიას ჩამო. ესე გვერდი და სირცხვილი და თავის მოჭრა და ეს ბიძა ჩემი ფეხზე ადგა და ეს ხალხი წამოიშალა რომ წავიდნენ გამოიპარო რა უკვე მოერიდე. ხო რა გასაღებულია პატარძალი რა სიძახე კაცო. ვიღაცა თავი კაცი სუფრისა დაუხდა. ოპ ესე ვენება აბა გაჩერდი თუ სად ვიდიხართ? აი უნდა წავიდეთ თუ რაღაცა ვიდაში. ჯეს სიძის გაგინახია. ის მაგარი ჯიგარი ხო? სასაული ხო ის თურმე. დავით. დაიჯარა მეიცა ჯეს სიძის დეიცა. კაი, გადასარევი. აბა გაუში ხელი ეხა შენ. აბა გაუსვათ ხახოთ. აიქნება მადანა, აბა გაუსვათ ხელი. აიქნება, აი გენაცვალე ეგრე რა, ანუ ეხა გადაწყვეტი, აიგე რომ იმეილებზე კარგად ყვევიანო და აბა დავაი. როს არ მივდივარ რა, არსად ჩემ ოჯახში ვტრიალებთ და მამა ჩემი კეთილი ლანძღია კაცი იყო რა. მე ყველა მეორე სიტყვა ტყემალი, მარტო ტყემალი არა ვარ. ყველაფერს ურევდა ხოლმე მეორე მესამე სიტყვაში. ო, ენის წვერზე რა, ბულბული რა, მაგაფერი არა. ხანა ჩემი ხოც ეგეთი არ არის. ხო რა. სხვაგაკი არა მაქვს აღებული პროტოტიპი. კახეთში რა იმასავით ისმის რა ეგ არის. ლოცვასავით. ჩაურები ხო რა, აღარ მინდოდა ეგრე მეთქვა. აბა არ დამაცადე და იყოს ეგრე რა. სტუმრები ჩამოგვიდნენ თბილისიდან და ძალიან საყვარელი ხალხი უყვარდათ ხოლმე და უყვართ ჩვენთან სტუმრობა, ჩამოსვლა, კეიფი დროს ტარება და ამ ჩვენ სტუმრებს ჩამოყვათ ერთი საბერძნეთში კაი წლები ნაცხოვრი ქალბატონი სახელი მე მგონი ეკაი რქვა თუ აღარ სწორად ვახსოვს უფრო სწორად ყაში პატარა ვიყავი ამ ისტორიას იმენტო ვიხსენებ და ჩამოყვათ ეს ქართული იცის ტეხავს რა ქართულს ყველაფერი არ ესმის რა აბა გახურდა კეიფი მაგარი კეიფი მიდის და ეს მამა ჩემი ადგება სადღეძელო სიძახის რაღაცა და უცებ წამოსდება რაღაცა შეიგინება და მოუტრიალდება და ბოდიშთ ქალბატონო ეკავა რა წამოსდა უნდა გააგზელებს ლაპარაკს კიდე აი მეორე სადღეძელო მესამე სადღეძელო და ყველა ჯერზე ეშლება ამ კაცს და ამ კაცს ბოდიშებს უხდის წარამა საიგინება ბოდიშებს საიგინება ბოდიშებს ეს კაცი წყნართ ზის და უყურებს არაფერს არ იძახეს კაცო მორიგი სადღეძელოა და ფეხზე ადგამა ჩემი კიდე რაღაც სადღეძელო სიძახის და კიდე წამოსდა და მოხედა და ამ ეკაც ბოდიშება ხომ მომი შაღონდა რა შეგონდა კაცი რა თითო შეგონდა კარგი ხარ აბა ერთი
ოქრო კაცია რა. ჯილა გახელია და 3 გოგო ყავს კაცო. არა და ბიჭი ძალიან უნდა კაცო. რანაცნობი სიტუაცია. ამასაც 3 გოგო ყავ. ეგ ამასაც. კარგი. როგორც იქნა ნანატრი ბიჭი შეეძინათ კაცო და ხა ეს კაცი ცდილობს რომ თავის შვილია და უნდა რომ მაქსიმალურად გვერდში და რაღაც ისეთი აზადოს აი მაგრამ 18 წელიწადი იგრე გაიყვანა ამ ბიჭმა თხა და გიგო არა აქ წანაკითხი აპაპა არაფერი არ იცის რო შეგიკითხები და პაპიროზე წევი რავი გავლენ გააჩნიო მაგით გავლენ გააჩნიო დაუდგენელი რა დაუდგენელი რო ვიდას დააცეინებს იმას ეწევა ოდა 18 წლისა რო გახდა კომისარიატიდან ცნობა მოუვიდა ჯარში უნდა იყვანო მოდა მოსმაიგე ეხლა ამ კაცმა იფიქრა რა წავიდეს უკვე იქ რაღაცა ისწავლოს რაღაცა და დაუძახა მოდი აქაო და დაისვა და ეხლა ყური მიგდეო კარქავა მიგდე ყური ეხლა უშვილო ეხლა უშვილო ჯარისკაცებიო უნდა მოიდგენო მოდა ჯარში ან წაგიყვანენო ან არ წაგიყვანენო რა თუ წაგიყვანესო ნაწილში ან მოხვდები ან არაო თუ მოხვდიო ნაწილშიო იარაღს ან მოგცემენო ან არ მოგცემენო თუ მოგცესო მაშინო ომში ან წაგიყვანენ ან არაო თუ წაგიყვანესო ტყვი ან მოხვდება ან არაო თუ მოხვდაო ან მოკვდები ან არაო თუ მოკვდიო ან სამოთხეში მოხვდები ან ჯოჯოხეთში აი თუ ჯოჯოხეთში მოხვდიო ეშმაკი ან ჩამაევლის ან არაო თუ ჩამაიარაო ან შეგჭამს ან არაო აი თუ შეგჭამაო ან ან არაო თუ მოყვო როგორი ძღარი დაჩევიო აუჩი კლასიკა კაცაღარი დაჩევიო ეგ არის დავთვალებული საკითხი კარგია ბიჭებო გადასარევი მშვენიერი 50 ლარი არის პირველი რაუნდის მანამდე მეორე რაუნდზე გადავიდე გაუშვით ხელი და შენი მოდი ეს რაუნდი ჩავამთავროთ და მე გამოვაცხადებ ეს ვის ერგო 50 ლარი და ნახოთ ახლა აბა ისე ახლა იმდენი სუფრა გამოვლინი რომ მაგარი კარგი ისტორიები იქნება დარწმუნებულიო რა სოფელშიც აი საერთოდ აი ისეთი ცოცხალი რაღაცები ხდება ხოლმე ხო არის ეგრე არა აი არის ისეთი კოლორიტები რომ სუფრასთან აკავშირებით ეხლა ანეკდოტი ცოტა ისეთ თემაა უფრო ძირითადად აი ნამდვილი ამბავი რომ ეგ არის კაი ჩვენ ხა მით უმეტეს კიდე რამე სუფრები გვაქვს ისეთი მოვლილი და ისეთი და მეტი უარ შეიძლება რა და ერთი ხა ერთი რაღაც მითხარი აბა ხაი ხა რესტორანში მუშაობ თქვენ დასამალი რა არის ჩვენ გვიმუშავია და კი ბატონო კახეთში ყველაზე მაგარი გადამხდელები ვინ არიან რო არენანებად ყვარლელები გურჯაანელები ოღონდ არ მოიტყუოთ ტელაველები ლაგოდეხელები დედოფლის წყაროელები თუ ვინ დაგჭა ახმეტა და საგარეჯო ყველაზე მაგარი პირველ რიგში დამფასებლები რო არენანებად რა სმენელები აი პირადად ჩემთვის არავის შეუწყოს ავაყენო და სულელია მაგრამ პირადად ჩემთვის დამფასებლები, სმენელები და პლუს ის რომ აი მიგიღებენ და როგორც საკუთარ სახში იგრძნო თავი, ისე რომ გრძნო ყოველთვის მე, იმიტომ რომ მე ძალიან ჩემი აი ამ სფეროდან, ამ სამომღერლო სფეროდან ყავს ძალიან ბევრი ადამიანი გაცნობილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნები და ყველაზე ძვირფასებიდან ჩემთვის თელაველი. აქედან მოვკითხოთ. სად არის ჩაინიკა? ეს ხوارი კაცყოფილი ღმერთი ხო ამოწამე არისო ნამდვილი მე ხوار ვიგონებ ამას ენაცვალი აეგრია ისეთი ოჯახები არიან ისეთი ძვირფასი ხალხი არიან ჩემთვის პირადად და ჩემ პერიოდისგანაც მსმენიას მაგრამ იქ მე მაქვს ჩემი საკუთარი სახლები თელავში წინანდალში მაშინ რა ქვია ვარდისუბანში და შემი რა ვიცი ეგრეა ხო? ჩემ მეგობრებს ყველას მოგიტყვა აქედან. ენაცვალე. იცი რა მითხარით? რამდენად უყურებენ გულწრფელად თუ ლაპარაკობს ხა კახელებიურად აქ ისე ჩემთვის მაინტერესებს. აი ჩვენი სერიალს მიხოდამაა რომ რამდენად უყურებენ.
ვისი რა გითხრა, მაგრამ მე ერთი სერია არ მაქვს გამოტოვებული. ხო არის რომ ბირჟაზე რაღაცას ჩემი შვილები უყურებენ. მეც ხალისო ძალიან. არა აქვს არც ერთი სერია. ისა რა ქვია. ანუ რაღაცა მსჯელობები არის ბირჟაზე იქ რაღაცა რომ ის რა იყო ესე დაჟე მიბაძვებიც. კი, მიბაძვებით ძალიან მოხშირდა. ეხლა ჩვენ მე პირადად ბირჟაზე ცოტა ნაკლებად მიწევს დგომა. ანუ ეხლა ეს პირობითო გადმოცემული თემით ეგრე, მაგრამ ჩემი შვილები რო უყურებენ და რო გიждდებიან თქვენ სერიალზე, ეგ ვიცი. ესე იგი გაამართლა რა. კი, ძალიან კარგი და ძალიან სახალისო. პროცენტულად რა ვიღოთ, ყველგან ხდება არა მარტო კახელებში, მაგრამ მაინც როცა კახეთში ვითარდება მოვლენა სერიალს გულისხმობს. მაინც საინტერესოა თვითონ რას განისხვავებს. ჩვენ ხო მაინც ცოტა ეგეთ წენია ხალხი ვართ და იგეთი ალალად მიდის ყოველ შემთხვევაში ხა მე როგორც დაუშვათ სიტუაციას უყურებ ხოლმე მაინც არ მინდა ხოლმე რომ რაღაცა ისეთი რაც არ ხდება ისეთი გავიდეს იმიტომ რომ იციან ეგრე არ არის ჩვენთან ხო იცი ეგ ამბავი არა რეალურად რაც გადის მასე ხდება ხო კი ბატონო აი მამაზე რომ მოყევით ენის წვერზე ადგას გინებაო აკაცი და სუმეუბნებიან ხოლმე გინება იქნება ცოტა დაწიო კი დავწევ მაგრამ იქ ისეთი სიტყვა მიდის რომ იმან კახელმა თუ არ მიაგინა არ გამოვა ხისილამაზეს დაკარგავს სილამაზეს კარგი განვაგრძოთ სუფრაზე სუფრა სხვათა შორის კაცო ჩვენი საერთო მეგობრის ამბავში ხდება ეგ ყველაფერი ვინა ჩვენი შოთა ყვავი მაგათ ხომ მარანი აქვს სახში კი ბატონო მაგისი შუათანა ბიჭი და მე ვარ პარალელურ კლასელები მეგობრობთ და უცბად დამირეკა რა რომ მოდა რომ მოიტოვო ძმო თუ მომხედეო დაუგეგმავი ტურისტები მომდიონ და ვერაფერს ვერ ვაკეთებ დაუგეგმავი ტურისტები დამირეკესო და მომდიან ხარ მაგრამ მომხედე მე მეხმარე რაღაცა გამ აი ძმო მე უთხრე რა პრობლემა აუდეგი და ჩავიცი რაც წაველით რა ჩაველი და ეგრე იქეთ ჩვენი საერთო მეგობარიც იყო ცოტა ესეთი ტიპია რა აი ამას დიდია დაჟე ამას უთხოვ მიდო შენ წადი ხოცი მაიტაო სახაშლამე და შენ თუ მოხარშეო და მე მითხრა წვადი მომაბა და თვითონ რაღაცებს ფულს ოჯახში და გავამზადეთ მოკლედ რა მე მწვადზე ვიყავ იმან ის გააკეთა იმან ისა და სუპრა გაიშალა ეს ხალხი მოვიდა თავიანთი გიდი ყავდათ რამე და 20 კაცია ჩინელი და ამ 20-დან ერთ-ერთი თავიდანვე გაგვაფრთხილეს აი მათ ცოტა ვერ აქვს საბუთები კარგათო და მაინც ფრთხილად იყავითო რა და ეხლა იმან ვერ გაიგო ის ხაშლამასა იმან არ აინტერესებს ჩაყურებს ქვაფში და ურებს რა დავსხერით აბა იქით აბა აქეთ ეს ჩვენი ძმაც დაჯდა და ზუსტად რავი ბედი იყო რა იყო ეს აბუეტი ქალი ამას გვერდზე მოხვდა კაცო აბუეტი ეს რამდენი სადღეგრძელო სიტყვისთან აცნობენ ჩვენ ტრადიციებს იმ სოფლისას იმისას ამისას და რამდენი ფეხსი ადგება ესენიც ადგებიან სულ ყველა დაჯდება დასხდებიან ხო იქ შოთა რაღაცებს თავის იმებს რაღაც აცინებს ახი ესენი უთავენ მიდის რა მოკლედ პროცესი და ეს ზის ეს ვინც ხაშლამა მოხაშა ეგრე ზის არც იქით იყურება არ აინტერესებს არა ეგრე ზის ხაშლამას ელოდება იმიტომ რომ მაგარი რამე აქვს მოხარშული ახლა რა თვითონ იცის რაც გააკეთა და არაფერს პისარა და ის უნდა რომ ჩამოსდეს ხო როგორც იქნა მაიტანეს და ამან ეგრე დათაცა ხელი 6-5 ნაჭერი ყოხდა თეფშზე გაალამაზა ეს თითის ჩასაყოფის სამარილეები რო ეგმა წააყუდა ეხელი კაი ბლომად ამეო მააპნია და ამ პროცესს ეს ხო უყურებს რა ჩინი ესა პიკობს ეთყობა რომ ხოცი ამან და მარილ საყრის ამას შეხედავს ეს ხოცი ჭამია კაცია ეხა უკვე შეეშინდა გაიგე და ცოტა ხანი დააცადა რომ ეს მარილი გამჯდარიყო და რამოდენიმე წამში გააგრძელა და ყოხდათ მას უფთავა ეს შენ თებში და კმაყოფილი ეგრე დაჭდა და იყურება ამასობაში სადღეგრძელო დაილია და ეს თამადა რომ ადგა ესენიც ხო დგებიან სულ ყველანი კაცო და ამ ადგომის დროს ფეხი მიერტყა მაგიდას და ჭიქა შეყოყმანდა რა ის მოვიდა რა ქვია შეირყა ჭიქა და ღვინის წვეთები ამას შადვალზე დეს ამ ჩინებს ამ არანორმალურს ხო და ამარო დაინახა ოპ მან გააჩერდა და წააყუდა ისე მარილში ხელი და შადვალზე აყრის გაიგე ლაქა დარჩესო რომ პატივი უნასწეს და
ამან უყურა, ვაიმე ფეხზე მარილი მაყრის ეს ფეხმა მაჭამშო, რო წამოხდა და რა ამბობდნენ და მისდევდნენ და რას მისდევდნენ. კი ბატონო. აბარაგელა. იმი მე ისინი ქაღარა ყოფილი. კიდე ხო არა გაქვს რამე. ერთი კიდე მაქვს. კაი რამე ესეც რა. აბა. უყურეთ ესეც ნამდვილი ისტორიაა და ჭერის გახსნაზე დაგვიძახეს. აჰა. ძანიშვილი დღეს უკვე ხა როგორი თემაა ძანიშვილთა თუ ესეთი რაღაცები ხდება მიცვალებულის ამბავზე რომ ერთი წელი რო გავა მე ხიარობის სუფრა გააკეთო რომ კი ეგ წაველით რა წაველით ახლა სუფრა ოჯახშია გაშლი ერთი 50-60 კაცი და სულ შინაურების ხედან და ეგეც აღნიშნე პირველად ვიყავით მაშინ პირველად ვიყავით რა მეგეც საქმეში ახლობლის ამბავი იყო და თხოვა და წაველით რა და წაველით იქ ახლა მამაოები მოვიდნენ სუფრის და სალოცად რამე იქიდან ორი იყვნენ რა ეს მამაოები და ერთი იყო საკმაოდ ხანშესული ძველი ყაიდის მამაო ერთი ახალგაზრდა მამაო იყო და საკმაოდ სასიამოვნო ადამიანები იყო და აბა იქ შეგენაცვალი შეინჭირე და დაიწყო სუფრა და დაილოცნენ ის დარი გაიხსენეს იმათი შინაურები გაიხსენეს და რაღაც პროცესის შემდეგ უკვე უნდა გადავიდეთ ცოცხლებზე და ერთ სადღეგრძელო მეორე და ამ უფროსმა ავაბიჭებო შაუბეროთო და დავიწყეთ სიმღერა ბიჭო და ჯერ ტექსტი არა გვაქვს დაწყებული რომ ამ მამაო ახალგაზრდა ვინც იყო ამან ჩერეთ ბიჭო რასავეთ ოღარ გაიგიჟდი და კოცა და ხათო რას უკრამ თუ როგორ შეიძლება მაგეთი რამებსო მე ხა ჩვენ საერთოდ ჩუმდა გააქშუნდით რა პრობლემაა ეგ დაჭილი ბალღებივით დავსხევით და ახლა ეს ზოდა დიდი იყო მე პატარა დონ კიხოტე სანჩოს გვეძახოდნენ ახლა ეს მიტრიალდა და ჩვენი ისა გვაწუხებს კაცო თუ მუსიკას არ დაუგავ ფულ არავინ არ მოხსნეს ვინ რაში არ უნდა მოხსნას დაუძახეთ იმას საქვია ოჯახის უფროსო ჯო ეგეთე და ხულა თავათოც მოახა პონტიო მაიცა ეწუთიო ეს მივიდა და ის დიდი მამაო ვინც იყო ის კაცი იმას მამაო ეგეთე ბიჭებო დაყოდა სუშლისო ესა მეორეზე და ეს ეძებსო სადან ახლა მოდი ხო შენ მოდი ეს მივიდა და ეგ გაბალაზებული შენ დედი შენი უჭამო აი ეგრეო კლიენტს თუ დაეკარგა დაუკანი თქვენ კლიენტს თუ დაეკარგა მოეგრეო დაუკანი თქვენო რას თქვენ აია კარგი აბა გისმენ სუფრა აჰა სუფრა მე და ჩემი მეგობარი ძალიან კარგი მეგობარი ბატონი ვანო უმარაშვილი მოკითხვა აქედან ახლობელმა დაპატიჟა ვანო და წავედით მე და ეს ჩემი ძმა კაცი საქეიფოთ რა და მივედით და იცი სიტუაცია აი ბუხარში ერთი 20 კაცი როზის აი ბავშვობის ძმა კაცები რაღაცა და გაიტყვილი პურის ჭამა რომ მიდის რა და მივედით ბიჭო და ხოვატყობთ დიდი იუმორით სატრიალებს ყველაფერი ტრიალებს და თან ისეთი იუმორი ტრიალებს ეს ლანძღვაგინება აი ძალიან რო აქვს ხო იცი აი უხერხულობებულები ხო ძალიან შაყბედებულები რო იტყვიან გახელები და ერთი პატარა ბიჭი ერთი 20 წლის 22 წლის ბიჭი და აი პატარა ხო ვერცხლის წყალი რა აი ჩაკაფული მოიტანა ის მოიტანა ხო ხდება ეს დაგტათანებს რა და ეს ვანო იძახის ხო რა კაი ბიჭიაო ვისი ბიჭია ვერ ვიცანიო ხუნა რა ვაფის ჩაკისა აი ქიმორ დაუცეკი დაბლა და ვეღარ ვთქით მე მგონი სიცილის აი დედა რასაუგა კარგი ეხა ვინ უნდა გაუსოს ხელი მე მგონი მე ობაც ოფშიაკის არის აბა რა მოგვივა ექიმები ექიმებზე არის ეხა ნამდვილი ამბები ექიმებზე აბა გისმენთ ბომბა სოფლის ექიმი ეხა ერთი მეგობარი ყავს კიდევ ნიკა და ისე მოხდა რომ ავარიაში მოყარა და დამტრეული იწვა სადღაც 3-4 თვე რა და ვერ არის კაი ამბავი ხო რა ძალიან გადაგვიჩა ღმერთსმადლობა და ისე იყო რომ საავადმყოფოში რომ მიყავდა ხოლმე
ეს მეჯებში იყო დამტრეული და საწოლით ავიღებდით ხოლმე ბიჭები ესევე დიდ მანქანაში ფორჩი დაუდევდით ხოლმე ესე ვთქვათ. მიყვავდა ხოლმე ექიმთან რა, რომ გატოკება არ შეიძლებოდა რა. საწოლითვე შედგავდით მანქანა. იქ ჩამოვიღებდით. გუჯაში მიყავდა. არა, თბილისში მოყვავდა ეგ ხობდრობა. აშუტკით ლოგინია. იმოდო. ანა. ფიჭო. მორიგი წამოყვანა არის უკვე ეს სინა ამოუგონ უკვე ეს რაღაც შტირები ედგა რაღაც და რაც ხო რა და აუციეთ ეს კრაუტი მოგვაქვს გვარეთ 4 კაცი. მამამისი მაგარი ტიპი იყო, ცხონებული დაიღობა ბატონი ვანო და ბიჭებო, აწეული ყავს, კაცო მოყავს. აი ღვანო ძიო და თავსახური არ დაგავიწყე და რუჩკებს არ ენდოთ წონდა. ეს მოყავს. თავსაფარი არ დაგხსნა. საავადმყოფოში რომ მივიყვანეს და ეს ფორდი არის ძალიან გასარეცხი, გარდაიცით წავიყვანეთ და შინელება. მივიყვანეთ ეს მანქანით შევედით, აი ეს სადაც რა ვიცი მოსატრიალებელია და ქავაჩე და დაცვა გამოვიდა. რა მოიტანეთო კაცო ეს გასარეცხი ფორდიო დაინახა და გორის პომიდორი გვაქვს. კრაუტი მოგვაკა. რა მოიტანა. აი იქნებოდა. აბა გისმით. ბიჭო. ეხლა მე ჩოსასა და რა ეს ძალიან დასამახსოვრებელიც და თან ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარი ისტორიაა. გოგის პირველი შვილი რომ უნდა ყოლოდა და რომ გავიგეთ რომ ამ ყველაფერს რო ეზიარეთ რა. აბა ეხლა მაშინ უკვე ახალი დაწყება გქონდა სარესტონე ნუ მე და გოგის თორე და მანქანა არ ყავდა არაფერია და მე ვუთხარ მე მოგხედავ ყველაფერს მეთქი მე გაგიკეთებ და წავედით ხალი წავიყვანეთ თელავში ერთ-ერთ სამშობიაროში. რონა ჯო მივედით რა და არ ვიცი რატო რა მოხდა რაღაცნაირად ეხა იმდენად ახლო ურთიერთობა გქონდა იმ თავიდან ამ თავამდე რომ საკუთარ თავზეც მეც როგორც ეს ნერვიულობდა ასე ისე ნერვიულობდი მეც და ეს კალიოს ეხოზე შევიდა მე ჩიქ შევყე მე რაღაც ჯანამა მინდოდა რა თვალზე არა მაგრამ შევედი რა იქ აბა ყველა გადაიღეს რამე და უთხრეს რომ ტყუპიაო ტყუპიო რა და აი მე ამის ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. სანამ თელავიდან ველისციხემდე ჩამოვედით, თელმა სოფელმა იცოდა რომ ეს ელოდებოდა ტყუპებს. ხო. და სამდღიანი გნიასი გაიმართა, კეიფი. რიგი მოდიოდა, რიგი მიდიოდა, მიდიოდა. ზოგი იძინებდა, იღვიძებდა, აგზელებდა, აი სასწაული ხდებოდა რა და ეს ყველაფერი გადავლახეთ და მე უთხარი რომ გოგი მეთქი, რაღაცა არ მომწონს ეს ამბავი მეთქი რა და მოდი რა, წამო თბილისში წავიდით, შენ გენაცვალე. არა, უღარ ამინდა თბილისში. ჩვენი ვართ არია ყველაფერი. მე რასაც წამოსვლელი არა ვარ. ვეუბნე ბიჭო, წავიდეთ რა, გეხვეთ დამიჯე, ადამიანი არა ხარ. ზალს მევა, ზალს ეს არის ზალს მევა და ბოლოს დავითანხმა. კაუჩი დავითანხმე რა. და წამოველით აქ თბილისში ერთ-ერთ სამშობიაროში მიველით ახლა. ესენი შევიდნენ, იქ სავსეა ხარხი, აი უარება. მე აღარ შევედი, მე აღარ მინდოდა და უკვე ათელავში რა გინდა ათელავში რა იქ დავჯეკე ჩემთვის სკამზე ვზივარ ველოდები და ჯო 1-15 წუთი გადის და ეს გამოდის კაცო და გამოდის იცი როგორი გამოდის პატა აი დანაო დაკა სიცხლე არ წამოვა ამწარებული გაგიჟებული ეხლა რა უნდა იფიქრო რაღაცა ცუდი ხდება რაღაცა საშინელება უთხრეს და მაგიტომ ასე გამოი მივედი რა იყო ბიჭო მე უთხარი რა მოხდა ხომ მშვიდობაა ძმაო შეგენაცვალე შეეჭი ერთი ბალღი მამიტეხეს ამ დედა ისე ვიქცამიყო კარგია ბიჭებო გადასარევი ამ ამბებში 2 რაუნდი დავხურეთ და ეხა თავისუფალი თემაა რა რაც გინდათ ის უნდა მოყვეთ რაღაცას თვითონ რომ ყველაზე მაგარი ისტორია ან ანეკდოტია და მოდი დაიწყეთ თქვენ რა და საბოლოო შედეგს ვიტყვით ახობრივსაც გადაცემის ბოლოს სანამ კიდე ერთ პრემიერას შემოგთავაზებთ აბა ერთი ოქრო კაცია რა ველისიხეში არა
ნუ არ ვიტყვი ახლა ნამდვილი ამბავია ეს რა. ჩვენებული. ჩვენებული კაცო საკმაოდ შეძლებული კაცია. ხო და სამი ბიჭი ყავს. ეს შვილები ცოტა ასაკში ეყოლა, გაიგე და ისექნა რომ მიაყოლა რა, აი წელიწად ნახევარია, წელიწად ნახევარი განსხვავება ასაკში. ხო. ისე მოხდა რომ ამ ბიჭებმა ერთნაირად მოიყვანეს ცოლი. ხო და აი ამ კაცმა თქვა საკმაოდ დიდი სანათესაო, ისა და ბარემ ერთნაირად გავაკეთოთ, უფრო ლამაზი გამოვა, უფრო ისა ხალხსაც ხარჯი არ ჩავყრითო, რომ მაინც ახლა საერთო ბიჭის კოწი საჩუქარი ყონა მივიდა, რაღაცა და ახლა ეგრე რაღაცა და სამი ქორწილის თან ქორწილი გაკეთდა, სერიოზული ქორწილი გაკეთდა, ამათ იქ ჩვენთან კაი გამართული ბინები აქვთ, პირველი სართული, მეორე სართული, რამე ყველაფერი და ოთახები დანაწილებული და ბანემ რაღაც ყველგან წავიდნენ შვილებიო, ბანემ აქვეო რა და ახლა თან თვითონაც ხო უნდა რომ საჩუქარი გაუკეთოს და მოფიქრებული აქვს ეგეთი რამე რომ მიუყურადებო. რა სიზამენო ნახოთ ერთიო და ვიწყო, მაგრამ შეასრულებს თავის მოვალეობას. მაგრამ ეგ აინტერესებს ყველაფერი, ანუ მაგათ საჩუქარს მანქანას უკანოში გაუჩინა, ეს თავით უნდა ფიქრობს რა. და ყველაფერმა 5-ზე ჩაიარა რა. გადაერი ამბავია. ვერ გევიგე. 5-ზე ჩაიარა იქ ყველაფერმა რამე და ეს კაცი მივიდა დიდი რომელიც იყო ბიჭი დაუგდო ყური ოთახში მიდის რაღაც უბედურობა მიდის დამიჭი გამიშვი მიდის რა. ამას გავშიგინდა ცოლეო. მამას კაცი. პირველი მამაში. გადმოვიდა აქეთ ხარეზე და აქეთაც მიდის, მაგრამ იგრე რა. მაგრამ აინც გაუსწორდა, რომ ეხლა ეს რაღაცა ეს არის და ნუ ხარაშო და მესამესთან მივიდა და ჩამი ჩუმის ხმარისმის აპაპა არაფერი ვაფშე. ჯო. რამის ღამე გაუთენა, იქნება რაღაცა გავიგო. რა შეიძლება შვილო. აპაპა არაფერი და გაჩე დედაცმა. ჩამოვიდა დაბლა ორი მანქანა ნაყიდი გამზადებული მიაჩერა, მესამე არა. დილა თენდება და მიყუდებული ამ მანქანაზე და პაპიროზე წევა. დილა რო გათენა და ესენი რო გამოვიდნენ აივანზე და დაინახეს რომ ეს კაცი მამამისი დგა მანქანები უყენია რამე და დილა მშვიდობისათო შვილებო თქვენ გენაცვალეთ რაღაცა. ვაუ მამიო რა ხდება იქნან ეს რა არის ეს. ესაო შვილო ერთი შენო მეორეო შენო ის დაბოლა რა უყურებს და მეო შენ არაფრის მაქნისი არ ხარ, არაფრის ღირსი არ ხარ შენაო და რასო როგორც რა მთელი ღამე მოყუდადებული ვიყავ შვილო ხომ რის თვინ მაიყვანე ცოლი. ამიტომ არც არაფერი არ გეკუთვნის და იქიდან რძალმა ეგრე მოცხოთ იმეო მამიო ამა შენ აქონოდა მთელი ღამე პირი დაკაებული ხმა რო გვამაიღებდიო გავიგებდიო. მოცხოთ იმეო აჩუკებდა ვოლგას. კარგი, აბა მიდი, მოყევი. აჰა. თავისუფალი თემა. რაც ყველაზე კარგი არის თავისუფლება. ერთი ჩვენ მეგობარზე მოყვები, უფროს მეგობარზე. ძალიან კარგი კაცი არის და უდგება. KP უყარს. KP უყარს. დროსტარება უყარს ყოველთვის და ისეთი სიტუაციაა რომ წინა დღეს მაგრათი KP-ს ხონა. მეორე დღეა დილა და მაცივართან მივიდა და ძმაკაცი ურეკავს, ძმაკაცი. პახმელიაზე. ო, პახმელიაზეა და მოდი ოფისთანა ვარო, ამან უთხრა და ეს ძმაკაციც მოვიდა. ოფისთანა ვარო, მაცივართან, კაც. ის სიტუაცია არის რომ სახში კაცო წუთი წამზე რძალი ფეხბურთი ვიყავს და ბიჭი მუშაობს, ცოლი მუშაობს და ეს მამამთილი და რძალი სახში არიან. მაცივართან არიან, იქვე პატარა მაგი დავქთ მაცივართან და ეს ძმაკაცი და ესენი არახს უბერავენ პახმელიაზე და ცოტა რომ დაითვრან უკვე იმაში, რძალი შემოვიდა, მამა უმშობიარობა მეწყებაო, სასტრაფოთო წამიყვანეთო. ვაიმე შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე რა ასამობ კაცო. მიდიო ჩალაგდიო, გავდივართო. ესენი უკვე მაგარი დამაძღები. ხო, ესენი უკვე სვავებს კარგად არიან და უცებ წავედით ეს სიძახის, წავედით, გოგო უკვე მზად იქნებაო.
გამოვიდნენ, ჩახტნენ მანქანაში და მიდიან, მიაფრენენ ამ მანქანას. მიაფრენენ, არ ვიცი რა, რავი, თუნდაც სიჩქარია, ყველაფერს აწევინებენ და ეს სანამ გურჯანში ყვალ ჩუმლაყია სოფელი მეცოდინება და ლიანდაგი არ გადადის პერიოზი ეგრეთ წოდებული და ამ პერიოდში ეს აიფრინეს ამ მანქანა და დაეცა ეს მანქანა ეს და ნელა ბიჭო გოგო სარაფერი მოვიდეს და უკან გაწიეს თავი სად არის გოგო სახში დარჩათ სახში დარჩათ მართალი ამბავია მოტრიადდნენ და ამ გოგოს მამა შეხვდა მანქანა და გზად აი ეკანა დაურეკი ამ გოგოს მაინდა მამქანა სადღაც გაიქცნენ სადღაც გაიქცნენ ბრავო, ბიჭებო. მოკლედ, ძალიან კარგი იყო, დიდი მადლობა რომ ჩამომბრძანეთ ამ ხელა გზაზე. ამ თანხას გავყოფ შუაზე და თქვენ თვითონ მორიგდით. ეგ გაყოფა იცით ახლა. არ გვესწავლება. როგორ და რა არის? გამოგივათ. სიმღერით მინდა რომ დავემშვიდობოთ და ვიცი რომ თქვენ გაქვთ ერთი სიმღერა, ინდივიდუალურად შეასრულებთ. წარმატებები მინდა გისურვოთ, სადაც ხარ, კახეთს მოკითხვა, აველიციხეს კონკრეტულად. თქვენგან გამომდინარე განსაკუთრებულად ლაგოდეხი ვახსენეთ, ახმეტა ვახსენეთ, საგარეჯო ვახსენეთ, ყვარელი ვახსენეთ, თელავი ვახსენეთ და დედოფლის წყარო და რამე არ გამოგრჩეს, გურჯაანი. გურჯაანი აუცილებლად. აიცა, გამოვყვეთ ეხლა, ხო იცი მე რა არ გამოგრჩეს, ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, დედოფლის წყარო, საგარეჯო, გურჯაანი. გურჯაანი და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ველისიხელები, იმიტომ რომ თქვენ წარმომადგენლები ხართ, თორე ისე ყველა კუთხეს და ყველა სოფელს. მოკლედ, ტოვებთ სიმღერით, გვიტოვებთ კარგ პრემიერას დარწმუნებული ვარ და ჩვენ ამ ხიარულ ტალღაზე გემშვიდობებით, რომ შევხვდებით აუცილებლად. მომავალ კვირას რუსთავი 2-ზე დაგველოდეთ, რომ ერთად ვიხიარულოთ. ფიში მათენდება მოვიარემთა დამდელო გულიც გერს დაარჩერდება შენ გიმღერი საქართველო მე ვარ შენი მატიანე ყლავაც უნდა გასახელო სადაც ავალ ყველგან დამდელს ხმაერისა საქართველო That's